სალამი მეგობრებო, მე ელო ვარ და თქვენი ყოფებით ჩემს YouTube არხზე. Როგორც იქნა, ბეთლის დადებიდან უმალვე ვიღებ ბეთლის რეაქციას და არა რაღაც 3 საუკუნის შემდეგ, ძალიან მაგარი ამბავია ვიცი. ახლა უნდა დავარეაქტოთ ფინალური ბეთლი Sky versus Scammy, რომელიც ვფიქრობ, რომ ძალიან მაგარი იქნება. იმიტომ რომ ორივე MC სეზონზე ძალიან მაგრად და არაჩვეულებრივად წარსდგა და ახლა ველოდები რომ ძალიან მაგრად ვიბაუნსებ, ვიხალისებ და ასე შემდეგ. ხო, თქვენ კიდე აუცილებლად გამომიწერეთ, დალაიქეთ ვიდეო და დატოვეთ კომენტარი, თქვენი რჩევები, შთაბეჭდილებები და ასე შემდეგ. ახლა კი დავიწყოთ. დავიწყეთ მეგობრებო და ხო, აბაჰე, ნახოთ ერთი როგორი ბეთლია. Eyo! ეს არის PvP Flows მესამე სეზონის ფინალი შევქმნათ ხმაური! პირველი რაუნდი MC ჩემგან ხელმარჯვნივ! Iწყებს. ტოტოს კამი არ უყავს ამ კანსა ურყავს იდონ და კლავს ათამს უსმად ბარკალს მატას ბანტად უკრავს არა უშავს შენი დაბადება ეგეც არა უშავს ნაჭუჩი რო იყო დავარდა და კვერთხი თოხლო უყარს დე შენი გუნდა ხურდაც უმაც სადაც მინდა ისე ხუნა ვურთხა ვუკლაბოცნებებს აცრებსაც კებსას დაგიხავნა არ გიმართლებს ვიზე ყლე ხარ გოგო მიგამს გავსებს მუტანტს ანდაც კაუც ბანი ფოჩი წაიყვანე პორჩი ამის ხვირით ბაუნს ყველა თევზი ხვირით მოხსნა ამ ჩემი სამ ზღვაში ქაუს თუ კი აცემინებს სახში კეთლებს უწყობს აურცავს თუ კი ალევირებს დურბინით სახში მეზობლის ტყნავს მერე რაო არა ლესონესტო ხალხო ბან ჟიურიში დგას ხო? ძალიან მომწონს ეგ ფაქტი, მგონი ეხა ჟიურის შეფასებასაც მოусმენთ, წავიდა გავაგრძელებთ. კარგად დაიწყო, თავიდან ცოტა შეეშალა, მაგრამ ანუ ბითი ძალიან მომწონს და ეგ ფაქტი ძალიან მაგარია. ეს ლოკესტომ თორე შეხარ გამი პაპა კარლო მოწნა პინოქიო გაიჭიტა კამი ანუ ამ პინოზე რატო ეღადავებიან? გავიგეთ რომ კარგი ურთიერთობა აქვს, მაგრამ ანუ ნამეტარი მოგდით ხალხო მართლა. one man gang მარარო რამე გენჩი ყავს მანი როცა ნახე მანი ვეღარ დაიჭირეთ თავი დაიროს ლეში მომიგდეს ისეთი გაჟვა არ ვუსურვებდეს კაცი ჩაჩახვაძე ჩვენი მატყუ არა გიწოდა არ ამბობს არაფერს შეგვერდზე ნამყოფი გოგო შაურაწყო კამი კი არ ამბობს არაფერს მაგრამ შენ მაშინ აიჭერი როცა გაგიკეთა ტიპა უბრალოდ შენ ხარ ყლე დებილი გოიმი ჩუნგი კრეტინი პატარა გიყიდი ჰეპი მუ შეხვაზე დავიწყებინი სუპერმენი ჰენდიკებილი პოტენციალს ავკიდენ მენისკი დავადე პენისი ახლა კი პირველი სტორი ტელინგი პირველი სეზონი შეხვედრა ფოტოშუტ მივედი პივი просто посередине ვიცომდი სახელი წაგვეც ვეცანი ახალი კონტენტი თანასდე მან ვესტაფანე თანაფარი როანკი დაუდე თავი მერე კი მოვაძრე თავი ახლა კი რავი ძალის პატარა დებიან ნამოძ ტიპულა კოლოჟი უასისტანი მერე რა კაი ხლეზე ფულაფი რა კაი, დავიწყდა. ეს უკვე პირველი რაუნდის წაგება არა უშავს შემდეგში იმედია უკეთესად კერა და ემახსოვრება თავისი რაუნდები როგორც მინიმუმ. მაგრამ ამ რაუნდში ერთ-ერთი პანჩი მოხდა ისე ყურში პინოქიოზე რაც დაცინა პინოზე. დანარჩენი იყო პროსტა სიტყვების რა ხარუხი რა. ეგრე ჩანდა ჩემს ყურში და თქვენ როგორ შევეძლება და ხჭათ ეგეც მითხარით. ხო, ეხლა კაბის პირველი რაუნდი მოვისმინოთ. სიკი გაბულო ბეჯიმა ბიტი ეიო ისი რა მნიშვნელობა არ აქვს რა იმიტომ რომ მე შენთან პოდკასტშიც თქვი მე არტისტი ვარ და არა ბეთლემსი და მე აქ როგორც მუსიკოსი მოვედი საიმისოთ რომ განახოთ რომ მე უბრალოდ არტისტი ვჭამ ბეთლემსებს ბიჭო და ამის ორი მაგალითი უკვე განახეთ და ყლეზე მკიდია მესამესაც განახებთ ისე რომ ტექსტი ვაფშე ყლეზე მკიდია მახსოვს თუ არა დავაი მე ვარ არტისტიო და არა ბეთლემსიო და ორი ბეთლემსი შევჭამე და ეხლა მესამესაც შევჭამე და ტექსტის გარეშე ვნახოთ რომ რას ვიზამ ანუ კაი არტისტი ხარ მართლა იმიტომ რომ ეხლა ბოლო რაც გამოუშვა თუ რაც იყო ძალიან ვაირალ გახდა ეგ მაგრამ ბეთლე რომ მიდიხარ ესე იგი გინდა რომ მოიგო და ეს რომ ვაიმე მოგება ფეხებზე მკიდია არ მგონია სწორი ის იყოს დამოკიდებულება რა ნახოთ ერთი რას იზავს რო იწელება
ნინოს კათამი არ უყვარს და კამის ხელს არ ჩაურწყავს ნინო დაკლავს კათამს უცბად ბარკავს მანტას ფანტად უკავს პროსტა კითხვა დაიწყო. ხო, კაიტონი არ არის ფინალისტვის ჩემი აზრით კითხვას რო იწყებ, იმიტომ რომ კაი რა, გავაგრძელოთ ყურება. არაუსავ, შენი დაბადება ეგეც არაუსავ. ნაჭუჭი რო იყო დავარდა და კვერცხი თოხლო უყვარს. შენი გუნდა ხურდაც უმაქსა და სექს გუნა ხუბა ბუკლა ბოცნებებსაც აცკებსაც დაგიხუნა. არ გიმართლებს ვიძეც ყლე ხარ გოგო მიგავს გავსებს მუტანს. ანდაც კაუს ბანი ფოჩი წაიყვანე პორჩი ამის ხურით ბავს. ყველა თევზი ცხვრით მოხსნა ამ ჩემი სამზღვაში ქავს. თუ კი აცემინებს სახში კეტლებს უწყობს საურზავს. თუ კი ალიბერებს დურბინტი მეზობლის წყნავს მერე რაო არალესონესტო ორე შეხარ გვამი პაპა კარლო მოწნა პინოქიო გაიცი და კამი solo one man gang მარა რო რამე გვერდში მყავს მანი როცა ნახე მანი ვეღარ დაიწირე თავი თაიროს ლეში მომიგდეს ისეთი გაჯვარ ვუსურვებს კაცის და ჩეხვაზე ჩვენი მატყუ არა გიწოდა არ ამბობს არაფერს შეგვარდა ნაყოფი გოგო შეურაცხო კამი კი არ ამბობს არაფერს მარა შენ მაშინა იჭერი როცა გაგიკეთა ტიპა უბრალოდ ეს შენახარ ყლე დებილი გოიმი ჩუმგი კრეტინი პატარა გიყიდი ჰეპი ვუშახვაზე დავიწეხები სუპერმენი ჰენრი კევილი პოტენციალს ჰენრი კევილი შეურაცხყოფა რატოა პირიქით ძალიან მაგარი კომპლიმენტია ჩემი აზრით მენის კი დავადე პენისი ახლა კი მზად ხარ პირველი სტოლი ტელინგი პირველი სეზონი შეხვედრა ფოტოშუტ მივედი პივიპი რომელსაც არის მაგამდე პროსტა პოსტერიდან მიცოდი სახელი ბიზნეს ტიპი ვერც ვიცანი ჭარბი ესტროგენის მატარებელი მას ისეთი ხმა ქონდა ქალი რო ბღავის თავიდან დაჰამას ფარავდა მერე დავინახეთ არ ვიტყეს ეს არის კამი დამეთკი რავი სტალინის პერიას ნაზავი კლიფონა ულვაში მოდელი გოგონას ტანი მაშინ არ მოვიდა ახლოს არ მისულ არ მეცმაგდეს თავისი ტიკე და კარი მერე ვნახე ტოდოს პეცერო დაუდგა კრაუდი დადუდა ჩაიჯვა კამი ანუ ყველა გაჩუმდა მაქსიმუმ ყვირო და ორი ძმანი კიდე ბანი უბრალოდ უზდელო მთელი რაუნდები ქაჯანა ბავში გაუთრელი კარი ბოლოში ვაფშე რა ქენი შენი ხელით ხარაკირი და მოიჭერი თავი ტოდაში კარგად და გამახსოვრეთ და თავს თუ გაგახირსება ამას მორალი მერე ზუკნავით om humble არა და თავისი ბუნება დავარხაბარი მოკლედ ბაშტაღარ ვიბაზებ შენ ტიპაზე შენი პერსონა უცებ და წვარი მუტალი ბიჭი ხარ მარტივად სამართავი ფანი პულებზე ზალია ხამი არ გადაბრუნდები რამდენიც არ უნდა გაგინო პერიქსობ სირცხულთან და ჰატუალა ჰაკბარ კამი მასაკრევე გადადო ჩوار ბუ ძმა ესეთი სპასია ხუ და ბოლონდურაში ხარ ყურვა ჩეფოუზე ტიპი ხურდა შენი ვებიცე გაგუ დაუ მენტალურად უგეკხუ ბაუ ყველა დაიშალე გუ და 4-3 უნდა მარა ტაქტიკურად უსრულებენ უკან ერთფეროვანი ბეის იყო რა რაღაცნაირად ბოლოში თითქოს კიდე შეცვალა ბიტი კი არა და ფლოუ შეცვალა თითქოს რა მაგრამ ჩემთვის ერთფეროვანი იყო ძალიან არა და ბიტი ძალიან მომეწონა მართლა და ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ხედავ ნახოთ ამ ბიტს კამი როგორ გამოიყენებს და ეს რაუნდი რა თქმა უნდა კამის შესრულების მიუხედავად კამისაც თუ ყველაფერი არ დაავიწყდა და სკაიმ წააგო ეს რაუნდი აბა კამერას ჰეიო ზადვარდ გავაგრძელოთ პირველი რაუნდი MC შემგან ხელმარცხნივ შევქმნათ ხმაური მეგონა რომ ბეცე შემხდებოდა სხვა მეგობა რომ მიწო შენი წამოწმა ბეთლი არა უფრო პანჩების სხვა მე კი არა დღესაც ჩემი რისხვა გონია რომ აჭირდება პანჩის თმა კამის ფლოუ არა ქოვინა აღიქვა გონია მან უკვე თავზე გაიჯვა და ჩემთან თუ პანჩები გარის კაცაცია ვიძე არა ვიძე ხარ შენ სპანა ვიძე ფლოუები ნაკლები არა ვიძე შენ ჩემგან სწავლობ განამისმენ სიმართლე რო გამერკვია გუშინ ბლიცია უწყო პირველი კითხვას ქაირეს ცოლშვილი რატო გამუტლე იქნებ გაგა ბრაზა ან იქნებ სხვასთან ცადა ან იქნებ ხუმარ გინდოდა და არ გაცადა მე სანამ საკუთარ თავ სავსე ბარები თქვენ ხუმარისთვის საკუთარ ბებიებს ალომბარდებით შენზე მასალა იმდენი მაგი და ხარ შვედური დღეს მე ვარ ცუდი მზარეული არ ხარ მომზადებული რამდენი სიმართლე ვიბაზრე ყველამ დამა ეს რა კაი ზიკი ბეთლი ახალ ხვადური რა თქვა ეგეთი მოიცა იმან სკაიმ ქნა და ეს გაიწია და მე ნუ კაროჩე თავარია რომ დამშვიდდა სიტუაცია რა მაგრამ აი ეს არის პანჩი რომ შეგეხება რა და გეტკინება ზუსტად ეგ გააკეთა კამიმ და ეგ მომწონს ამ ბიჭს ზუსტად რომ ტკივნეული და ჩაჭერითი პანჩები აქვს აი გავაგრძელეთ
მეთე ჩხუბი ვინმეს თუ გინდა ძმებო, აქ ძალიან ბევრი მებრძოლია, ასე რომ შეგვიძლია ივენტის მერე რინგი მოვხოდოთ, არაა პრობლემა. კავის მებრძოლები უდგას გვერდით და ყოველთვის ჩხუბი კიდე თუ რინგი მოვხოდოთო და ისინი ოკეი თუ მებრძოლები უდგათ გვერდითო მაშინ გავჩერდეთ. კაი, ხუმრობა იქით იყოს და კიდე კაი რომ შვიდად დასრულდა ეს ყველაფერი და ბეთლი გზავდება, იმიტომ რომ რომელიღაცა ბეთლი იყო არ მახსოვს, ესე დაპირისპირება მოხდა. არა, რომელიღაცა ბეთლი კი არა, გეტყვით ენემი და ის დამწყები ბიჭი რო იყო, აი მაგათი ბეთლი იყო და ენემი მხია მე მგონი იმ ბიჭს. ანუ არ მახსოვს იმ ბიჭის სახელი. მაგრამ მანდ ენემის უნდა მოეგო ეგ რო არა ეგ ხელის წალაწუნება თუ რაც არის. კაი, გავაგრძელოთ. სად ვართ გავაგრძელოთ? პირველი რაუნდი. მაცადეთ მოსქანა ხო შეიძლება? მეგონა რომ ბეწე შემხდებოდა სხვა მეგობა რომ იწევ შენი წამოწმა მეტი არა უფრო პანჩების სხვა მე კი არა დღეს აქ ჩემი რის სხვა გონია რომ აჭდება პანჩის თმა კამის ფლოუ არა ქავინ აღიქვა გონია მან უკვე თავზე გაიჩვა და ჩემთან თუ პანჩები გარის კაცაცია ბიძე არა ბიძე ხარშენს პანავიძე ფლოუები ნაკლები არა ბიძე შენ ჩემგან სწავლობ განამისმენ სიმართლე რო გამერკვია გუშინ ბლიცია უწყე პირველი კითხვას გაირე სოლშვილი რატო გამუტლე იქნებ გაგაბრაზა ან იქნებ სხვასთან ცადა ან იქნებ ხუმარ გინდოდა და არ გაცადა მე სანამ საკუთარ თავს ავავსებდი სავსე ბარებით თქვენ ხუმარისთვის საკუთარ ბებიებს ალომბარდებდით შენზე მასალა იმდენი მაგი და ხარ შვედური დღეს მე ვარ ცუდი მზარეული არ ხარ მომზადებული რამდენი სიმართლევი ბაზრე ყველამ დამაჰეითეთ რამდენი ბიფიც დაიწყეთ იმდენჯერ დაგასტეიკეთ შემდეგ იკითხვის ჯერია საბაზრო თემებს ლადალოს სკაი რატო იცი ბანი სამწამში როა თავებს პიდა რასტი გეი რო ხარ არ მათყუებს გულისხმა თაირო არ ვიცი ვინ მოთხნა ალბათ შენ გიგულისხმა ეი შემოვედი ოქტაგონზე გავაკეთე ამბალერი გამაკულავი და სკაიზავში ბამბამ მამდენი ყლება როგორ გააკეთე კაცმა დღეს განხებ როგორ უნდა ლირივო დაჯმა მოიცა ეგრე ვერ გამოძვრები ნახალკი სომტენიან ეს ნაბოძვრები ხოიცი ბეხი რომ მომიგო შენ ჩემპიონობისთვის ვერ გამოდგები თელი სულით გეი არაფერი გამყოფი და ეს ხომ თელი გენგით მაიკლაში არის დამყოფი ჩემი პანჩი საპირწონე არ გაქვს ფლოუ სამყოფი წლების წინ თესლი დავთესე და დღეს მექნება ნაყოფი სკაი ესეთი როგორ ხარ საიდუმლო გაგვანდე ცალი ყურით ყრუხარ მაგრამ მთელი გულით ყლე ირონიის მეფე რო ვარ ხო და ვამტკიცედან ყლე და გიძახეთან შენი ძმაკაცის ფლოუ ავიღე კონტრამინდო და ბეცზე ყოველთვის ამას ხო ვიტყვი რახან მომიკალი ლეკვი გავიჩითე ჯონ ვიკი პივიპის ფეტიშები სიგიჟე სრული შენ უნდა გიხმარო და ამაში მიხადონ ფული ორ პირით ზუკნა ხარ არავისთან არ გაქვს ბიფი ნიკის და ბანის შორის შეხარ ჯონ ტრავოლტას გიფი აბა ეხლა მე მკითხეთ როგორ მეზარება გარჯა აგვის ტოში ამ სიცხეში ამ ხლეს რო უნდა ვაჯვა ეი ერთი რაუნდი მინდა და მოგიტყანი ბანდო სამი რაუნდი ჭირდება იბანზე რო დაგდო არ შემიძლია რო ერთი და მე არ გაგანდო შოუმკარი ვესი ეყანიკის ლოუსლანდო ფეხებში არა მე ბლანდო მომერიდე თორე განახე ბრატო შენი ფლოუები ვერ გიჩვენის მარტო და რაუნდის ბოლოს ერთი და უნდა გაგიმარტო ხმა გავარდა თაიროსთან მე არ მომიგია თითქოს დღეს ისე უნდა გიხმარო ხმა ვერავინ ამოიღოს შევამჩნიე ორი წუთი შევამჩნიე ტრევის სკოტი გახატია ხელზე რომ მოგიგებ მეც პატივს გცემ დაგიხატავ ხელეზე ხალხო ეს ძალიან კაი იყო მართლა გადაუარა თან ფლოუების სვლა და რაღაცა რასაც ვითხოვდი წინა ფეთილზე იდეაში ზუსტად იყო 4ჯერ თუ 5ჯერ ისეთები გააკეთა გადაცვალა გადმოცვალა რაღაცა პანჩები ისე ხო ზენ მეტია საერთოდ საუბარია ანუ კამი ყოჩა პირველი რაუნდი იყო იდეალური ჩემი აზრით ეხლა ნახოთ როგორ გაგრძელდება მოვლენები მე ძალიან ყოფილი ვარ მართლა ვაიმე просто რამდენიმე ლაინზე მომხვდა თითქოს რომ ვიღაცისგან მახსოვდა მეცნო ან რაღაცა შეიძლება ფრაზების პონჩი რა მაგრამ არ ვიცი ეს ალბათ ჩვეულებრივი ამბავია იმიტომ რომ ხო რა შეიძლება გავდეს რაღაცები ერთმანეთს რა პრობლემა გავაგრძელეთ ახლა კაია სიკი ჯერ არ ჩართო MC
ჩემგან ხელმარჯვნივ ბიჭო, კარჩე, ამ რაუნდში პინო ბევრჯერ უნდა გიხსენო და მოდი ყლეფის სტაილები არ გვინდა რა. მეორე რაუნდი MC ჩემგან ხელმარჯვნივ კამის დაცინიან ძირითადად პინოზე და ცხვირზე, ანუ სხვა ფანჩი ვერ მოვისმინე მართლა ხალხო და ანუ რა ხდება? კრეატივია მოგეწურათ თუ რა შეასაქმე? ამ პინოს კიდე გაანებეთ თავი, ვა დავიღალე მართლა. ეხა უხსნი ყველაფერს რატო? ვინმეს თუ ეგონა ძალის ხვევას დებდი ამაში ამ ვერცხალეა მოგდებული წერდი აბაზანაში ძმაკაცობა რამდენს ისავს თურმე დედაქალაქში სახეში გაფურთხებ მაინც ამაც ყოფილ თამაში შეხარხელის ბიჭი კომფორტი ხარ მათი მორიგდის პინოს მუტელი თუ უნდა კამი უცებ მოიწვის პინომ ვასლი შეჭამეო ევას მოთმუსედებს ძირს ქუჩაში შენ ვერ გახვალ და მაქსიმუმ ჩაწერო დის როგორც ქენი ბანისთან შენ რა გერეპერებოდა დისი დადოროსა დღე-დღეზე ტიპს უნდა შეხვედრო და უცებ გაგიწყვიტეს კონტრაქტი და გაგიკეთეს ოყნა ისიც რაყლეა ამასთან ტაისონი რაც უნდოდა ისეთი სუსტი ხარ ბენასკენი წვეთში გეყოფოდა მას ვიდალი flying knee ხუთამში გაეცემოდა შეხარ ვითო ქრისტიანი და მალე ორი ველოყა სხვისი გადაფურთხებული პახოდო სხვის დორბლებს ლოყა შეხარ პატენტი და იმეორებ სუსილეთებს გაჩერდი დაჟე არც ვიმეორებ ბოლომდე მე ამ ყეწავს ნახევარი გეგი ერთი ფლოკავ და ვერ გეყოთ არა და ტიპები ერთმანე ჭამდენა კეთოს და შენ მინუნდა და ჩეხო მაქსიმუმ კარტია ჩეხო და კვირი გომე და ვენტოს ოღონდ მოჭრა არ გაბედო მოზის ხელს მე არ ვენტო ბიზნესი ტრატო უნდა გენო თუნდაც ციციანი თემა ფული თუ ამაში შეყო მაგრამ მან ხამდე დაჩერდი ორი ტიპი ვისაც შეუძლია დადოს ძალმან მაგრამ მე უხეშის თავი მომიტანეს სული დაბიკავე ძალთმა მე ვარ ფაშაბიძე ესეთი ბოჟები დისდება ჩემი ხარხან მე არ მინდა რომ მოკლა არ მინდა შმორი გავსებული ვახალა გამის თუ ვინმე შეეხოება საძუკა და კოხა მანქანა მაგრამ უცებ გაჩერებს უკაცაბა ახსენება პრავა რო არა ისეს არო იყო მანდ ყველაზე მახინჯი იქნებოდი მოანა მინდა და შეძვის უკეთესად მომეცალა მაგრამ თოში დრო არ ბაკ ანდაც რატო უნდა დავიხარჯო მოანა რატოა მახინჯი უკაცრავად? სლების ლოკვით მამარას დამიტოვებ და ჭამა მთელი ხორცი ისეთი მახინჯი ვერ დაგფარავს ბალაყავა დაირო ჯეფრი და მერგვა მიწრა და გააწყავა რუსთავი გუთაისი უკვე ხომაც გააშავა ფოჩი ვაფშე ლიფსი დავად სახეა ცალა აგონიაში ჩავარ და ვეღარ გაატარა და სიცოცხლე KFC-ს ბასკეტში დაამთავრა მოზოა კიდე ტრამვა ჟაში შევცვალე ჰავა დეციბელები დაბლა დრომოსომები გაქრა გალურსი ახარ ჩახარ ნერვებს ავსეღარაბავ ვოკალის შენი ჯაბო ხოდა გამი ფუ გამოიღე პირისკენ უმიიქანებ სუ ახლოს თუ და მინახავ ჟიგნიდან კეტავ მაქსიმუმ და დაიწყებ ბუტ პარმეზანის ფასად პივი პიმას აღებს სულ გუნდს ყლეობა გეტყვის ახლა რა, ჩემთვის რა იყო, რა პრობლემა იყო ახლა ამ რაუნდში. ბიტი ცალკე მიდიოდა და სკაი ცალკე მიდიოდა თავისთვის რა, რაღაცნაირად ვერ იჯდა ბიტსა სწორად თქო. ის ტახას პრიკოლი თუ რა ქვია, ტახას მიმსგავსება რაც გააკეთა, გავიკეთე ხუმრობით იქნა, მაგრამ სხვა ეს ზაღლო ფულს რაღაცა ვიღაცას ქონდა ზუსტად იგივენაირად. ხო. რამდენიმე შემთხვევა იქნება ალბათ, როცა ვიღაცის ამ სხვისი ლაინები გაგვახსენდება. ეხლა აქ მომეწონა რომ KFC-ზე დაცინა, ის ფოთიხონის ამბავი ვერ გავიგე რაში იყო საერთოდ და კონტრაქტი გააუქმო, ალბათ რაღაცა ისეთი ამბავია, რაც მე არ ვიცი და ოკეი. მაინც ვერ ვიბაუნსა, მაგრამ ნუ კაი იყო. ბითიც არ მომწოს, წინა ბითი ძალიან კაი იყო. მომეწონა და ეს ბითი რაღაცნაირია და მოხდა MC ჩემგან ხელმარცხნივ Yeah. Გასაჭირო იყო ბეცი და კრაუდი რამე თუ გინო და გეთქვა ბიჭო ჩემი რა ბრალია ბრაჭობა რო გიწო სადგან იმიტომ რომ ხარ უნიჭო თაირო მისეთი რაღაცა გამიწრო რაც იცოდი მარტო შენ ეს მოგები სურვილი რეპერებს და მაბოზებს ანუ თაირო მისეთი რაღაც გამიწრო რაც იცოდი მარტო შენო ანუ ენა მიუტანა მაგიტო ვიძახი ბიჭები ქალებზე უფრო ჭორიკნები არიან თქო ხალხო მიუტანია ენა ამან ბეთლზე გამოუტანა მაგრამ თაირო მართლა იმდენჯერ ახსენეს ამ ბეთლზე რომ რავი თუ გინდოდათ რომ თაიროს მიიღო ბრაზილიობა გადაგიყვანათ ფინალში რა ვიცი ხალხო ან რა პოპულარულია ეს ბიჭი რა ხდება McDonald's-ის კათამირა დღეშია შენი დასაგზალი ადგილი ხო KFC-ია რანა მუსით ამბობ რომ შენი კარიერა შედგა ყველაზე დიდი კრაუდი McDonald's-ის კლიპში გედგა ორი კაცი ვიცი ვისაც ევასები შესიკო ერთი McDonald's-ის მენეჯერი მეორე ზიკო მენეჯერსაც ეკრანიდან ევასებოდი მარა როცა ახლო დაგნახანი ღაბი ჩამოგაფარა ყველამ ყველაფერი ნახა შევასრულე მისია გიო რუსიას ქართული არის შენი დიქცია შენ საიდან გაჩნდი
მათი ხალხი ამას ვერ გაიაზრებს თუ კი ტაჰა აფურთხებს ამ დროს ბანი პირს აღებს ეი თუ კი და მე გინდა თქვის კაი თუ კი და მე გეწმინდა თქვის კაი თუ კი მომინდება გავხდები დატო და მოგიგებ თუ არა კი ის კაი ბო შვილი ვიყო ბიჭო შენ თუ იყო მკვლელი პროსტა ყლებავ შახარ ხო და ვისაც ეჭიმები კადრებში რო იდექი მოგვიყევი რა ქენი არის დარტო ცხოვრებაში ხდება ყველაფერი მე ექვსებეთლი და დღეს გაქრები შევაგროვე ქვები რაღაც ლაინებს იძახის გონია რომ აბრაზებს შენ რო პანჩებს ეძახის სექსიზოს მარო მაქრაზებს გოლიათო სცენაზე სულიერად დაბალი გოლიათი ვერ ხარ თუ ხარ ენა ისე მაღალი როცა გადავწყვიტე რომ მენახა სცენა მეთქი ცოტას გავერთობი თქო მაგრამ ეხლა ვეღარ ჩერდები და რომ აგიხსნა რა ფენომენი ჩეხარ დაჟე შენს მარჯვენა ყურსაც ესმის რამდენად ყლეხარ დიდი კალიბრი ვარ შენთვის ამას როგორ ვერ ხვდები კარიერა გიქრება როგორც მონტანას ბეთლები ეს თქვენთვისაა სეზონი ჩემთვის ტეტრისი ხდება ერთმანეთზე ვაწყობ რეპერებს და სულ ყველა ქრება პატარებს ვეკაიფები ზემო დაუწევ კამფეთს თვალი მამიკო ვარ ტაბურეთზე ვამღერებ ბავშვებს ვისი მთელი გულით გეგონა რომ მომიგებდი ბიძე შენი ტაკო გავამწარე ხო ვარ მექსიკელის ვიცე ჯერ გავაჩუმე ბიტს მერე გავაჩუმებ სკაის თითქოს ვიყო მფარველი ანგელოზი თქვენი ხელები შეატყუპე დაიყვირე ჩემი სახელი კამი 24 და ეს ბავშვები ქრებით მე რომ გეხსენებინე რას აღარ იგონებდი თელი სეზონი წუკნასავით რო გაიგნორებდი ყველა ბედზე მახსენებ და მარტო მე ვეჯექი ტვიში ჩემი ხმამე ვასება და მარტო შენ შეგეცი პირში კოალიცია ჩემს წინააღმდეგ რა მოვახერხო დღესაც ფოკუსნიკი ვარ სკაირეს რა მოვახერხო გეტყვი რატო ვერ ბაზრობ და გეტყვი რა მოგივიდა კლეიმ დენჯერ და გიძახე ყელში ამოგივიდა ეს რაუნდიც ძალიან მომეწონა ხო უბრალოდ კიდევ მეტიც შეიძლებოდა ჩემი აზრით კრიტიკოსი დედები რო არიან ხო ეს რაუნდიც რა თქმა უნდა მოიგო კამემ 2-0-ია აი გავაგრძელებთ მესამე რაუნდით ძალიან მაინტერესებს ხო და აქვე ძლივს იმერელი იგებს ხალხო ბეთს ეს ჩემთვის ძალიან დიდი მიღწევა იმიტომ რომ ორივე სეზონი მეგრელებმა წაიღეს პატივის თემა რა თქმა უნდა ტახასაც და ბანისაც მაგრამ ეს სეზონი კამისია უდავოდ გავაგრძელეთ 50 ლარი შენია აგზელე 5000-მდე ავალა გავჩერდა. 5000 ყოფილა. საპრეზო ყოფილა 5000 ხალხო. რავი, ხო არ დავფიქრდებეც გამოსვლაზე, იმიტომ რომ 5000 ლარი პატარა კლუბში არ არის დაბდულარი. ბათუმი, ზადვარდ ბოლო რაუნდებისთვის. მესამე რაუნდი. MC ჩემგან ხელმარჯვნივ. ეს ფურსი ბატონგა როცა მინახამაში გავარდა და ხურუმი ფაიბებია რა შენ გამოდავარღვევ რამადანს აქედან ქესაც გაგატან დავსალაშეთ ხელას ავატარ ამის მახურში რო გავატარო მოდი გაზიანო უნდა მაღიარო ვითომ ბრაზიანო ია ფასიანო თუკნა მოკლე კაბიანო MC-ს პლაგიატო თუ გინდა გაშალეტარო სადა გატრიალო ეს ხო ფაქტია რომ მე თქვენი ლეველის MC-ს ფასვადებ MC-ს და ვიპარავ ჩემთვის სულ ერთი ყველა პარტი ბლეკდანტი ისეთი ბუსი ხავენტი ისეთი იზი რო ტენდი შენ სადი ყავი მე რო წერდი ისტორია შენ რო გადაიწერდი ბიჭო მოხდეს ბენდი მოდი და თასო მაკენდი დამაგდაგდო რენდომ თან მაი ფენდო კაფასე მაქსიმუმ $10 თელი კიბე შენი ჯერთობა ითხოვე თუ გინდა შენდობა მანახე ვინმე ვინც გენდობა you cannot ესეთი ხვიდება ზები სამი რაუნდ შემეში ბიტი არის მძიმე შენი flow ჩორი პერეცი მე ტალანტებს ბრიდა უცებ ფლორენტინო პერესი შენ თუ ნიჭიერი ხარ მე რეპის დედა შევეცი ლივერპულის ფანი დავბრიდე და გავაყოლე ჯოტა შეწით გომეს მერჩივნა მეორე ჩევხედროდი კონტრ გაზლევ ფორას გაზლევ ჩოტას ნოთო მანკი ელი ამას მეგრეთი კიდე ცოდაო კლეხარ გონი ცოტა ვეხარ შეში ერთი გენეტიკა მარა ყველას გევხარ მოსკა ვეღარ გაიზარდა რადგანზე და წევხარ მარტივი კომპლიმენტები გეწყინება ქება ყლეო წეღა გამა 3D ეს უკვე პანაშვიდი მე ვარ ბევრად დიდი მოდი ცაშაადე თითი მოვიმატე სპიდი ეს ბომჯი ცოტა ჰიპი მალე გავათავებ რო არ გამობიყო შიგნით ეს პეტლია სეზონს გარეთ შეთვის არ ხარ ფინალისტ არაფერი მწარე ამ მეგრელებში ხარ სვიტი ვახატია მორჩი მალე უკვე მოგიტყანით ბიტი ზიშა მერთხელ მოვიცალე რომ მოვწყრა ეს Hello Kitty კამი ისეთია თითქოს და არ წევდა მოსკამ რეფერენციაო ტიპი დასველდა
დოჯერ ხელზე აკოცებდა მერე არ თმევდა ხო და ისის თავის ერთორ ფლოუს აძლევდა ძიმე ტანკი one man gang შოთან გადავტენებე არ მჭირდება ავებე ახლო დისტანციად ბე შენი პროსტა გავეთე ისეთი სუნი გაშემ მალე პირის დაკეტე მოსკა არ გაბანავებს პატერპინო ჩემი ხმა კარგად გესმის ჩემი სიტყვების გესმის ჯეგი ვიცი რო გესმის და მისმენ მე მოგიწყობ იზეთ ეზე გასაგზელებელ მიზეს შენ 50 ლარიან შუტკებს ყლეზე ვიხევ ბიჭო ფანჯებიც იყო, ფლოუს ცვლილებაც იყო და ძალიან მაგადაც ვიბაუნსე რა. წინა ორი რაუნდიც რა ისეთ ქონდა სკაის, ჩემთვის 50-50 იქნებოდა, მაგრამ ეხლა იასნია, იცით რომ კამი მოიგო. ჩემთვისაც და ალბათ ყველასთვის რავე. კამის მესამე რაუნდი და ეს ამბიცე ჩემთვის ძალიან კარგი იყოს, იმიტომ რომ ღმერთო ჩემო ოხ მესამე რაუნდისთვის მზად ვართ MC ჩემგან ხელმარცხნივ ავიდა საიმე ღმერთო ჩემო დავიხალე კიდევ ერთი აპარტავანი ბავშვი ვარ ქოლმოქმედი უსახკარო ბიჭი გაბუშვი სახში ჰეი არ გავატარე თავზე ჩემი არის ყველაფერი მზივარ ბანკზე შემეცი მენუენს გარე კანზე შენ რომ ამიცი გაგიჩინო გარე პაზე იყავი ჩუმა დანდობანული გაწობის სრულა ტერის ღირსეული მიყვარს ხოიცი ხო და შენ რატო მოგიდგენ მტრულად ზიანი მოგაყენე არ მებრალები შენი ფლოუ ჭედავს ისე როგორც მოსკას თვალები ცუდი დიქცია რო გერგორ ცევას მოგცემ ფინალზე პირიდან მოსკას ყლე რო გააგდო კარგად იბაძრებ პინწური ხარ შენი და ბანისრება ჭიაშეთ გადაბანის დასეთ კახა თქვირა მაგი მაღლა ეგოვო შენი სანები აქ ვერ ყალიბდებიან კაცება და ნიკისა რომ მიაგზავნე შენი ყავი ეგოგო სკაირესის ბანებს მითხარი და ან ჯერ მოსკადეს ხო დაციდა მე ნიკისა რომ გოგო მიაგზავნეს მე მახსოვს რომ ბანის გაუკეთა კი უთხრა ნიკი რომ გოგო რომ მომიგზავნეო და ეხა ეგ უთხრა ალბათ რომ ბანისთან შენ მიგაგზავნეს ანუ ბანი შენ მიგაგზავნო ოკეი რა უთხრა თქვენი ბიჭი იმ დღეს შარდების დაცვამ რო გამუტყვა ჯიუნა ეხმარებოდა მაგრამ ვერც ერთი გამოდგა სკაის დაცვა ურტყავდა ჯიუნა წრეზე დარბოდა ეი განმარტა გამავწევი ცოდი რო ყავი მაგრამ მე კიდე თქვი რაღაცა შეიყავი იცოდა რომ შენ თავი დაიხო შენ და მეგიწარე პოემები დამიწარე შენ გამი ხურებ და ხვდები ავატარი ამ პიცე გავხდები ავატარი შენი საქმე დღეს ჩავდარი თვენთი და ანაბარი გავხსენი ხო გითხარი თქვრიბავ რეპერებს ისე უნდა დაგამწვრიო შეშურდება დემბელეს დამნაშავე არ ვარ სისხლი არ უნახავ ჩემ ხელებს და შენი გვამი ამ ორგანიზატორებმა შემტენეს ვაკვირდები ამან ამ ბოლო დროს როგორ აიშვა შენი და ვენტუსას და წერილი ფანჯი არ გაიშვა ჩემპიონთან გინდა ბეთლი და გეგმები აიწყე ვენტუს შემს უკან და ბრუნდი საიდანაც დაიწყე ჩემთან არ მისევთამაშე წადი დაკითხე მამასე ვერაფერს უზავ ამასე პირში ჩაგდენი კამასე და თუ კი ჩემთან აწყალატისთვის ისლი როგორც ქალიშვილს პირველ ღამეს შენს და გეტყობა სისხლი ცუდად სახიობო ბარგი ხდება ვერ ხარ გმირი და შენ არ იცოდი რომ შენ ხარ სირი რა უკნა უნდა მეთქვას კაი რადგან არ იცოდი რომ შენ ხარ სირი ხარ ფეიქ ნიგერო პერო გაკტრაქში გაყრილი რო არ გიხმარო ისე რომ ფეხზე ვეყარ რადგან ნაწილება დაშლილი ეგდო და ნიკი დილით მოგიწევს ამის ნაწილები ხვეტო რეაქტებში მაშავებენ და პირისპირ თომარი ყელში ამომივიდა შენი და ზიკოს რომანი ერთადერთი შანსი რომ მომიგო არის მერასკვი სადაც შენ მომიგებ არის მხოლოდ ზიკოს რეაქტი მე სულ შენზე მაღლა ვდგავარი ბოღმები ამაზე სეზონში გამოეწუწე პროექტი გააბანზე ამ სეზონში გამოვედი არავინ არ ვაბაზრე სკაი თუ პროექტის სახეა პროექტ სახე გავაძრე ძალიან კაი იყო და სკაი თუ პროექტის სახეა კამი ნამდვილად სახე გააძრო პროექტს იმიტომ რომ ესეც საგაც სიგიჟე იყო ხალხო მთელი რაუნდი არ ვიჯექი ბაუნსობდი და ძალიან მაგარი იყო იმედია რომ თქვენ ძალიან მოგეწონათ მე აღფრთოვანებული ვარ რა თქმა უნდა კამი მოიგო უბრალოდ სკაის პირველი რაუნდი არ უნდა დაიწყებოდა და არ უნდა წაიკითხა ჩემი აზრით მაგრამ მაინც კამი მოიგებდა ეხლა როგორც წესი არ ვუსმენ ხოლმე ჟიური შეფასებებს მაგრამ ბანის შეფასება მაინტერესებს მარტო მაგას მოვუსმენ და დაგემშვიდობებით ეს რა იყო ხალხო ძალიან მომეწონა ხა სკაის გულშემატკივრებმა გთხოვთ რომ არ გადამიაროთ იმიტომ რომ მე ჩემი სუბიექტური აზრებით დავაფიქსირებ მხოლოდ და მხოლოდ მაგრამ რა ვქნა ანუ არ ვიყავ ისეთი განწყობით რომ ვაიმე არ ვიბაუნსო სკაიზეც ძალიან მაგრამ ვიბაუნსე რაც მომეწონა მაგრამ რაღაცეები უბრალოდ არ მომეწონა და გითხარით კიდევაც რაც არ მომეწონა ხო და კამი იყო არაჩვეულებრივი ეხლა მოდი ბანის შეფასება ვნახოთ მაინტერესებს რა სიტყვის და
მე დავასრულოთ, გადავახვევ 1 წუთი. გამარჯობა ყველას. როგორ მოგეწონათ ხმაური შევქმნათ ერთი? სანამ ბეთლზე გადავალ, პირველ რიგში რაღაც პონჩი ძალიან ემოციურია, თქვენ ორი როდ გახართ დღეს ფინალზე, იმიტომ რომ PvP Flows ისტორიაში პირველ ივენტზე ჩვენ სამივემ ვიბეთლავეთ და ძალიან კარგი ფაქტია ჩემთვის, რომ ეხლა თქვენ ორი გახართ ფინალზე რა. რაც შეეხება უშუალოდ ბეთლს. პირველი რაუნდით რო დავიწყოთ, შენ ანუ ძალიან კარგად იყავი ბიტზე, ისე როგორც სულ ხარ. რაღაც storytelling-ები დაიწყე, ხელი გაწიე, მეთქი ვსიო და აიცილა რა. ანუ ის დამაკლდა ბოლოს punchline-ი და ესე რომც არ ყოფილიყო, ვერანაირად ვერ მოგცემ იმ verse, რომელიც ტელეფონიდან წაიკითხე, ამიტომ ჩემთვის პირველი verse უეჭველი კამემ წაიღო. უეჭველი. თან როგორც გითხარით, აი ის storytelling-ი რო დაიწყო რა, მათ storytelling-ი ვაფშე არ ყოფილა. უბრალოდ სიტყვების რახარუხი იყო ჩემთვის. რო წაიკითხა მერეც რა, ანუ ისეთი აზრიანი რაღაცა რო ფანჩი ყოფილიყოს ან რაღაცა ეთქვა, მე ვერ აღვიქვი ყოველ შემთხვევაში. თქვენ თუ აღიქვით, გაგიმარჯვოთ ღმერთმანავე. პირველიდან მესამეზე გადავხტები ახლა. მესამე რაუნდი. ჩემთვის იყო პრე ყველაფერში, punchline-შიც, flow-შიც, ყველაფერში პრე იყო ჩემი აზრით. კარგი პერფორმანსი გქონდა, თუ რაც იყო, კამის თქმით რო ბაზრობდი თუ რაღაც, ძალიან კაი იყო ეგ და მეორე რაუნდი ჩემთვის ამოქაჩე, მომზადებულიც უფრო კარგად გქონდა, მაგრამ კამი full თუ რაღაცას მომბობიქაც არაფერი არ მithkomს. იქაც რაღაც ხარვეზი გაგეპარა და მას საერთოდ არ გაეპარა რა ხარვეზი და ყველა ლაინი punchline-ი იყო თან, ამიტომ ჩემი ხმა კამის. ახლა ხმები ბანის საერთო ჯამში კამი მოიგო, არაჩვეულებრივად წარსდგა და პირველი მესამე რაუნდი ძალიან კაი იყო, სამივე რაუნდები, პანჩებით სავსე, პერფორმანსით დახუნძლული, ასე შემდეგ. ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ მე ჯერ კიდე პირველი სეზონიდან თუ რომელ სეზონში იყო? ხო, ჯერ კიდე პირველ სეზონში გულშემატკივრობდი კამის, მართლა. და ტაჰასთანაც საკმაოდ ისე კარგად წარსდგა. გამოცდილობის გამო ალბათ ვერ მოიგო, მაგრამ ეხლა რომ ტაჰასთან წარსდგეს კიდე, არ ვიცი ისე რომელი ბეთლი უფრო მინდა ტაჰა კამი თუ ესა რა ქვია, ბანი ტაჰა. თუ კამი ბანი, ანუ სამივე ძალიან კაი იქნება ჩემი აზრით და იმედია რომ ოდესმე მაგ ბეთლებსაც ვიხილავთ. ხო. მე ძალიან კმაყოფილი ვარ ხალხო ამ ბეთლით, ვიღაცები ამბობდნენ რომ არ მოგვეწონაო და შემდეგ ცოტა წავავლე თვალი ჯგუფში რაც იპოსტებოდა, ისე რომ არ დავსპოილერებულიყავი, არ მოგვეწონაო ასეო ისო, მე ძალიან მომეწონა. ალბათ იმიტომ არ მოგეწონათ რომ Sky-სგან ელოდებოდით მეც ველოდებოდი, იმიტომ რომ პირველ ბეთლს რასაც ვუყურე, იქ ძალიან კარგი იყო და ძალიან მაგრა ბალანსი. თუმცა აქ ახლა ყველა ადამიანს აქვს რაღაც ჩავარდნები და ალბათ ეგ მომენტია. მოკლედ, სულ ეს იყო მეგობრებო, მადლობა რომ მიყურეთ. აუცილებლად დალაიქეთ ვიდეო, გამომეწერეთ და დატოვეთ კომენტარი, თქვენ როგორ მოგეწონათ ბეთლი, როგორ მოგეწონათ ჩემი რეაქცია, რაში მეთანხმებით, რაში არ მეთანხმებით და ყველა აზრი თუ შეიძლება კორექტულობის ფარგლებში დავაფიქსიროთ. ეხლა კი დაგემშვიდობებით, ნახვამდის და ბედნიერ დღეს გისურვებთ. აბა ჰე, აბა ხო.